სალამ მეგობრებო, დღეს მივდივართ Revolution-ში. კიდევ ერთხელ ვეწვევით მას. იქიდან გამომდინარე, რომ შეფასების სისტემის შემოღების შემდგომ მინდა რომ ყველა დარბაზს კიდევ ერთხელ ვეწვიო და შევაფასო. დღევანდელი განსახილველი თემა არის overtraining სინდრომი. მისი გამომწვევი მიზეზები, როგორ მოვაგვაროთ, როგორ გავიგოთ, რომ უკვე overtraining-ის სტადიაში ვართ. დღეს მაქვს ხელისდღე და იმედია საინტერესო ვიდეო იქნება. პირველ რიგში, რადგან ვიდეოს უყურებ, მადლობა შენ. გთხოვ დაალაიქო, გამოიწერო არხი და დაწერო კომენტარი. არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ Revolution-ის ნაცვლად Pro-Fitness-ში აღმოჩნდით. მივედი და დახურული აღმოჩნდა. თან არც სოციალურ ქსელში არ ეწერათ ინფორმაცია. ძალიან გაბრაზებული წამოვედი და შემოვედი აქვე ახლოს Pro-Fitness-ში. ხო და ჩვენი ხელისდღე და overtraining-ის თემა გამიხილოთ აქ. რამ ჭირს და 25-იანი იყო აქეთ. ნამ არასწორად წამიღვა. გადავიდეთ 120-ზე. სანამ შემდეგ გამეორებას გავაკეთებ, წარმოიდგინე სიტუაცია, რომ რაღაც პერიოდი იმატებდი რა და ისევ აგრძელებ ყველაფერს. ძილით საკმარისია, საკვებსაც იღებ, ვარჯიშობ, თითქოს ყველაფერს ისე აკეთებ, როგორც აკეთებდი, ვთქვათ, 2-3 კვირის წინ და 2-3 კვირის წინ თუ კვირაში 2 კილოს იმატებდი ან 1 კილოს, ეხლა პროგრესი არ მიდის. ან პირიქით იკლებთ, მნიშვნელობა დიდად არ აქვს რა. კითხვა უნდა დავუსვი საკუთარ თავს, რატო არ არის პროგრესი? რატო არ იცვლება ეს ყველაფერი, რა აქამდე თუ იცვლებოდა, ეხლა რატო არ მუშაობს? შეიძლება თქვათ, რომ იქ მცირე კორექცია იჭირდება კვებას და გასაგებია, მაგრამ თუნდაც ეს ყველაფერი ნორმაშია რა. ცვლილება სწორია, მაგრამ არ მოდის შედეგი. რატო? არის ამის მიზეზი. დღეს ვისაუბრებთ ზუსტად ამაზე რა. ერთთვის შეიძლება უცხოა ეს თემა, ან ზოგისთვის კივნეულადაც შეიძლება ჩაითვალოს, გამოცდილებაში ვისაც აქვს. დღეს მინდა ვისაუბრო overtraining-ზე, ანუ გადატვირთვაზე ორგანიზმის, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. რა არის overtraining-ი, ანუ გადატვირთვა. მარტივად ვახსნათ, ეს არის მდგომარეობა, როცა შენ უფრო ხშირად აიძულებ ორგანიზმს ივარჯიშოს ან კუნთები გასტრესოს, ვიდრე ის აღდგენას ასწრებს. ოღონდ ეს არ ჩათვალოთ იმ გადაღლად და გადატვირთვად, როცა ვთქვათ ვარჯიშის მერე ძალიან დაიღალე, ძალიან კარგად ივარჯიშე და მერე ორი დღე ცოტა დასვენება გჭირდება, იმიტომ რომ კუნთები გეწვის არა. ეს არის უკვე არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ მენტალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი გეუბნება, რომ გაჩერდი, იმიტომ რომ მეტი აღარ შემეძლია. თუმცა ორგანიზმი გეუბნება, რომ გრძელვადიანი დასვენება უნდა აიღო და ამ გრძელვადიან დასვენებაში ფიზიკური აქტივობა შეიძლება იყოს გაწევები, სიარული და იოგა, როცა ორგანიზმი უფრო რელაქსაციას განიცდის. ასე 40 მივაძაღლეთ. მოკლედ მეგობრებო, ვერ ვიპოვე ფიზიკურად ვერც რკინის თოკი და ვერც წელზე სამაგრე იმისთვის, რომ ორ ძელზე წონები დამეკიდა და სუპერსეტი გამიკეთებინა რა. ალბათ გემახსოვრებათ 15-10, 5 და მერე თავისუფალ წონაზე რო ვაკეთებდი. ამიტომ დღეს მომიწევს თავისუფალი წონით გაკეთება, მაგრამ ნეგატიური ფაზებით ვიზო. სამწუხაროდ ტრიცეპს ვერ მოვკლავ პირველი ვარჯიშიდანვე. სიმღერა აქაც ძალიან მაღალზეა. რაც შეეხება უშუალოდ გადატვირთვის მიზეზებს. ყველაზე ხშირად დაშობილი შეცდომა არასაკმარისი აღდგენა. როგორც გითხარით, კუნთს სჭირდება აღდგენა. ყველა კუნთს თავისი აღდგენის დროები აქვს. დიდ კუნთს შედარებით მეტი დრო სჭირდება, პატარა შედარებით ნაკლები, მაგრამ თუ ამას არ დავიცავთ და არასაკმარის აღდგენაში ისიც გაითვალისწინეთ, რომ როგორც აღნიშნე, თუ შენ მუშაობ ან სახლში მოხვალ და მერე კიდე რაღაც სიმძიმეების აწევა გიწევს, კუნთი ვერ ისვენებს და ეგ აღდგენაში დროში არ უნდა გაატარო რა. და უნდა მისცე
დასვენების დრო, ის პერიოდი რა დროს ჭირდება. თუ ჭირდება 24 საათი, 24 საათი უნდა ისვენებდეს. სიარულის დასვენება შელის კი. მეორე მიზეზი, რომელიც ასევე ნახსენები მაქვს, არის რომ რაღაც ტიპის ვარჯიშები 2-3 თვის მერე უნდა შეიცვალოს და დასტაბილურდეს რა. მუდმივად მაღალი წონით ვარჯიშები თქვა 3 თვეზე მეტხანს ორგანიზმს სტრესავს. როგორც არ უნდა კარგად ისვენებდე. შემდეგი მიზეზი, რომელიც ასევე ხშირი არის უშუალოდ კალორიებში ნაკლებობა რა. ვარჯიშსაც თავისი ენერგია სჭირდება, ზოგადად ყოველდღიურადაც რაღაც კალორიებს ვხარჯებ. თუ ჩვენ ბოქს მიზანზე დავიწყოთ, და თქვა 500 კალორიაში ვართ დეფიციტში, ან პირიქით მიდის ყველაფერი ნორმალურად, მაგრამ თუ სხვაობა არის მცირე, ცოტა ხანში როცა წონა მოგვიმატება ან დაგვაკდება, ეს კალორიაჟი არ იქნება საკმარისი რა და ცვლილება დასჭირდება. როგორც კი ორგანიზმი იღებს იმაზე ნაკლებ საკვებს, ვიდრე სჭირდება, რა თქმა უნდა გამოფიტულია, რა თქმა უნდა ითვირთება, საკუთარ თავს სტრესავს, გავარჯიშოს, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ამას ვერ შეძლებს. და ბოლო, რომლის აღნიშვნაც მინდა არის, როცა საკმარის ყურადღებას არ უთმობენ დასვენებას, რას გულისხმობ ამაში. აღდგენა კიდე სხვა არის, მაგრამ შეიძლება 24 საათი არაფერი არ აწიო, მაგრამ მაინც სტრესულად იყო რა. და დასვენება ისე არ შეარბო ორგანიზმს, როგორც წესით უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანი არის, რომ სტრესული არ იყოს მისთვის ეს ვარჯიშიდან ვარჯიშამდე პერიოდი. თუ ამაზე ნაკლებ ყურადღებას გაამახვილებთ ვარჯიშთან შედარებით, რაღაც პერიოდის მერე ვარჯიში იქნება გაუსაძლესი ორგანიზმისთვის. და ზუსტად მაშინ მოდის ოვერტრეინინგი. ცოტა გავზარდე, იმიტომ რომ ორძელზე ვერ ვქენი საკმარისი რაოდენობით, 12.5 ცოტა მიჭირს. მაგრამ ისე არ არის, რომ ვერ გავწიო. როგორც ვახსენე, ბოლო მიზეზი იყო დასვენების მიმართ ნაკლები ყურადღება და ამაშივე ჩავშლი სტრესის მიმართ უყურადღებობას რა. იმიტომ რომ თუ ჩვენ საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენი სტრესის დონეს, რომელიც მზარდია ვარჯიშის დროს და შეიძლება დასვენების დროს არ შემცირდეს, საბოლოო ჯამში პიკს მიაღწევს და მერე უკვე ჩვენი ორგანიზმის დაზიანებას დაიწყებს. ასე მინდა გავსვა იმ ნაწილს, რომ თუ გრძნობთ, რომ ჩვენი ორგანიზმი გადატვირთულია, ყველაზე კარგი საშუალება ამისთვის არის ერთკვირიანი 10 დღიანი ან შესაძლებელია ორკვირიანიც ვარჯიშის დაპაუზება რა. დაიწყეთ ერენება, დასვენება, ძილი, მეგობრებთან გადით, დრო გაატარებინეთ ორგანიზმს სიწყნარეში, სიმშვიდეში და ბედნიერებაში. ისე რომ ვარჯიში არ უხსენოთ. ის გადატვირთულობა ნელ-ნელა გაივლის, მაგრამ გადატვირთულობის დროს მოდი ცოტა შევამცირებთ წონებს და მაინც გავაგრძელებთ და ასე შემდგომ. ამ ყველაფერს არ შვილის, ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური დაღლილობაც არის. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ვიგრძნოთ ეს ყველაფერი. პირველი ყველაზე მარტივი ნაწილი არის უშუალოდ შედეგების უკუსვა. ანუ რას გულისხმობ? ვიღებ იგივენაირად საკვებს, იგივენაირად გძინავს, ანუ ყველაფერს იგივენაირად აკეთებ, როგორც წინა კვირას და წინის წინა კვირას როცა იმატებდი და არ იმატებ. მეორე ხასიათის ცვლილება, მუდმივად ხარ აღრენილი, მუდმივად ცუდ ხასიათზე ხარ, ცნობა აგრესიას. შემდეგი არის ძილის ნაწილში დარღვევები, ან უძილობა, ან სწორ დროს ვერ იძინებ, ან პირიქით ზედმეტი ძილიანობა შეიძლება იყოს. და საბოლოო ჯამში, მოკლედ გრძნობ, რომ ძილი აირია რა. შემდეგი არის უშუალოდ იმუნიტეტის ნაწილი, ქვეითდება, სისუსტეს გრძნობ და ასე შემდეგ. ასევე мотиваციის ნაწილზეც ახდენს გავლენას. იქამდე თუ დარბაზში წასვლა გიხარო და мотиваცია სულ მოწოდების სიმაღლეზე იყო, ახლა პირიქით გირჩევნია რომ სახში დარჩე და ფილმებს ვუყურებ. მოკლედ ვერ გრძნობ რა იმ მუღამს. კიდევ შემიძლია დავამატოთ ტრავმების ნაწილი, ხშირად იტრაუმები და გრძნობთ კიბილს სახსრებში. ქალების ნაწილში ხშირად არის ხოლმე menstruალური ციკლის დარღვევა. იმიტომ რომ სტრესის დონე მატულობს. მოდი კიდევ ერთი.
ეს ერთიც. მოდი წონას მოუმატებ. რაც შეეხება როგორ ავირიდოთ ეს ყველაფერი. რამდენიმე შევა შემიძლია მოგცეთ და პირველ რიგში ვარჯიში უნდა იყოს სწორი. ანუ სწორად უნდა ივარჯიშო რა. მუდმივად ერთი და იგივე ვარჯიშები არ იყოს და ცოტა ცვლილებაა საჭირო და უნდა იგრძნო შენი ორგანიზმი ვარჯიშის მიმართ. რამდენად დადებითად არის განწყობილი. ზოგიერთი ვარჯიში შეიძლება საერთოდ არ იყოს შენთვის. არსებობს ხალხი, რომელიც გარკვეულ ვარჯიშებს ვერ აკეთებს სხეულის მოყვანილობიდან გამომდინარე. ტრამვებს რა თქმა უნდა თავს არიდებს ამით და პლუს როცა შენ თავს აძალებ იმიტომ არ გამომდის ეს ვარჯიში ჯერ სუსტივად და რო გავძლიერდები გამომივაო ეგრე არ არის ზოგიერთი ვარჯიში უბრალოდ არ გამომდის და всё საკუთარ თავს ნუ დააძალებთ იმიტომ რომ ორგანიზმისთვის ეგ სტრესია გროვდება მე ასევე იმის გააზრებაა მნიშვნელოვანი რომ დასვენება და პროგრესი არის პირდაპირ პროპორციული. აუცილებელია 7-დან 9 საათამდე წილი და თუ გრძნობ გადაღლილობას დღის განმავლობაში 30-40 წუთიანი პატარა ჩაძინებები სტრესის მოსახსნელად ერთ-ერთი იდეალური წყაროა. თუ შენ ხშირად ვარჯიშობ, ესე იგი მეტ ენერგიას ხარჯავ და ესე იგი მეტი საკვები გჭირდება. მარტივად რო ავიღოთ თუ ერთი ვარჯიში არის 10 კალორია, კვირაში 5 ვარჯიში არის 50 კალორია, სამი ვარჯიში 30. და თუ 5ჯერ ვარჯიშობ და 30 კალორიას იღებ, რა თქმა უნდა, გადატვირთვა შენს ორგანიზმსაც მალე ელოდება. შენი ენერგიული ხარჯი და მიღებული ენერგია ერთმანეთს უტოლდებოდეს პირველ რიგში, თუ მატება გვინდა, რა თქმა უნდა, მეტი უნდა იყოს, მაგრამ თუ კლება გვინდა, მცირედით ნაკლები. ბოლო რაც შემიძლია გითხრათ, რაც ალბათ ყველაზე ლოგიკურია და ჩემთვის საყვარელი. თუ გრძნობ რომ კუნთები ძალიან გტკივაა და თქვათ ვარჯიში გიწევს, იმიტომ რომ ყოველ მეორე დღე ვარჯიშობ ან ყოველ მესამე დღე. მაგრამ გრძნობ რომ დღეს კუნთები გტკივა და დატვირთულია რა. არ ხარ ვალდებული და აუცილებლად არ უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ჯერჯერობით კურსებს აღდგენა არ აქვს დამთავრებული. თუ ვარჯიშის მერე მუდმივად ძალიან ცუდად გრძნობ თავს და აქ არ უგულისხმობ დაღლილობას, არამედ ზედმეტ სტრესს და ხდები რომ ისე არ გრძნობ თავს წესით როგორც უნდა იყოს, ცოტა ხანი დაასვენე ან ვარჯიში შეცვალე. საკუთარი სხეული ყოველთვის გეტყვის სწორ გზას სად გახარ თუ არა. გადაღლამდე 2-3 კვირით ადრე იგრძნობ რომ მაგ გზას სად გახარ. მეოთხესაც ვიზევ. მაგრამ იქამდე კიდე ერთ შევას წავამატებ. ვარჯიში არ გულისხმობს იმას, რომ მუდმივად წონები უნდა ზარდო. მაგალითად, როცა მასაზე ხარ რა, ყოველი ვარჯიშის დროს შენ არ გჭირდება, რომ წინაზე 5 გააკეთე, ეხლა 5.5 გააკეთო და შემდეგზე 6. 2-3 კვირა ერთი და იგივე წონით რო აკეთო, ეგ სტაბილურობისთვის ზოგადად უკეთესი. ორგანიზმს, ორგანოში გულისხმობ კუნთებსაც, პრესებსაც და ძვლებსაც დაეხმარება, რომ დაეწიოს წინსულს. ერთი მისვლაც ვარჯიშის სიყვარული ძალიან კაია. მოტივაცია რო გაქვს ვარჯიშო და ჩასაღადი ცხოვრება ხო ძალიან კაია. ყველაფერს აქვს თავის საზღვარი. თუ საზღვრს გაცდები და შენს ორგანიზმს იმაზე მეც მოსთხოვ ვიდრე შეუძლია, მერე პროგრესი აღარ გექნება.
ამიტომ მეცადე რომ იქამდე არ მიხვიდე. ან თუ მიხვალ ორგანიზმი დაასვინე და არ დააძალო, იმიტომ რომ შეიძლება ამან მეტი სირთულეები გამოიწვიოს შენს ვარჯიში და ცხოვრებაში და ისეთი ტრავმა აქ რომელსაც მოხდები და წლები დასჭირდეს რომ მოაგვარო. Ევანდა თემაზე სულ ეს იყო. მე გირჩევთ რომ საკუთარ სხეულს მოვუაროთ, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი ყავთ და ერთი გაქვთ და მოусმინოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ახლები და დამწყებები ჩემი რჩევაა რომ აუცილებლად იყოლიათ ტრენერი, რომ ყველაფერი პროფესიონალურად და ხარისხენად გააკეთოთ. რაც შეეხება დარბაზს, თავის ნაწილში ვერ დაიწუნებ, სუფთა არის, რაც მოვედი დამლაგებელიც აქ არის და სულ ცდილობს რომ გაასუფთავოს თუ რამე დაიყრება და ასე შემდეგ. დარბაზის მთელ სივრცეში შემოსასვლელის გარდა არის ჩემი საყვარელი ხალიჩა, რომელიც რეზინის არის და არამე რომ დავარდეს, არაფერს არ დააზიანებს. მთელ დარბაზში 8 ნახევარს დავუწერ, იმიტომ რომ მაქსიმალურად არის დაცული სუფთავე და დალაგებულია. ძიბელო მისვლაც თან დავშალოთ და თან ავხსნი რა. ტრენაჟორების რაოდენობას რაც შეეხება, რაც შესაძლებელია, ყველაფერი არის გაკეთებული, რომ ყველა სახის ტრენაჟორი იყოს. თითო კუნძზე, რასაც დავაკვირდი, დაახლოებით 2-დან 4-მდე ტრენაჟორი მაინც არის. ამ ნაწილში მოკლედ არც დავუწერ, იმიტომ რომ საკმარისზე კარგია. ხარისხს რაც შეეხება ტრენაჟორებისას, ზოგიერთი ცოტა შელახულია, მცირედით, გამოყენების კვალი ეტყობა, თუმცა ისე არა, რომ ვარჯიშში ხელი შეიშალოს. 9-ზე ნაკლებს ნაწილში ვერ დავუწერდი ფიზიკურად. მიმღებს რაც შეეხება პროტეინს, კრეატინს, ბეციას, წყალს და ასე შემდეგ შეუძლებლად იყიდით. εν რაოდენობით სხვადასხვა შეთავაზებები არ აქვთ, მაგრამ მოსულ ადამიანს არ აწყენინებენ და ნორმალური მიმღები აქვთ რა. პოლიდურ ვიანს დავუწერ, მიმღებს გადატვირთულობას რაც შეეხება, წინაზეც ვიყავი. მართალია დიდი დარბაზი არ არის და არ არის იმხელა სივრცე თქვა რომ აღფრთოვანებული ვარო, მაგრამ როგორც გითხარით არის უბანში, ვერც თავი გადმოდიან და საკმარისია რა. წინაზეც არ ყოფილა ისეთი სიტუაცია რომ მე ვარჯიში მდომოდა და თავი ძალიან ვიწროდ მეგრძნო და არც დღეს მით უმეტეს დღისით რო გამოვედი ბევრი ხალხი არ არის, მაგრამ სივრცე არის. ამ ნაწილში მოდი 10-იანი დავუწეროთ, იმიტომ რომ ორჯერ მოსვლისას არც ერთხელ არ ყოფილა. გვიანაც ვიყავი და საღამოსაც ვიყავი. დარბაზის დიზაინს რაც შეეხება, სუფთად, ლამაზად შეღებილი არის. ხალიჩები აგებულია, ტრენაჟორები ლამაზად დგას. ერთადერთი რასაც დავამატებდი, რომ განათება ცოტა მეტი უნდა, იმიტომ რომ კედლები არის სულ შავი ფერის და საღამოს საათებში ცოტა ჩაბნელებულია. სხვა მხრივ ვენტილაცია კარგია, თუ არა და ფანჯრებიც ყველგან არის და შეიძლება გააღო განათების მცირე პრობლემის გამო, რომელიც მე დარბაზში არ მიყვარს, იმიტომ შენ თავს უნდა უყურო ძალიან კარგად და კუნთები უნდა იყოს გამოკვეთილი. დაუწერ 900. პრესის ბოლო ვარჯიშებზე ტრენაჟორებთან ას თუ ისე ცოტა ხალხი იყო და სხვაგან ვერ ვივარჯიშებდი, ფიზიკურად ვერ დავდგი კამერა და ბოლო 3 კრიტერიუმის განხილვა მანქანაში მოგვიწევს. თან მინდოდა რომ განმეხილა უშუალოდ ის საკითხი, რომ ჩემი ვარჯიშებიც ნელ-ნელა უკვე როგორც გითხარით, ნაკლებად დატვირთულია. ამის მიზეზი ის არის, რომ არ მინდა მეც ზუსტად იგივე პრობლემა მქონდეს, რასაც ეხლა ხსნი, რომ უკვე 4 თვე დასრულდა, რაც ინტენსიური წონის მატების და ძლიერი ვარჯიშების სტადიაზე ვიყავი. ბოლო თვეა უკვე წონას აღარ ვიმატებ, რადგანაც დავარეგულირე კვება. და აქედან გამომდინარე ნელ-ნელა ჩემი ვარჯიშებიც შევამცირე. რაც გულისხმობ, არ ვარჯიშობ იმდენს, თუმცა კუთის ენერგიას მაქსიმალურად ვიყენებ რა. აქედან გამომდინარე, დღეს მაგალითად წინა მხრის ვარჯიშები არ გამიკეთებია, შეატყობდით ალბათ წინა ვარჯიშებთან შედარებით. ფეხის დღესაც რამდენიმე ვარჯიში, 7 ვარჯიშიდან 2 ვარჯიში ამოვიღე. მალე დავიწყებ კლებას და ვისაუბრებთ უკვე კლების დროს მნიშვნელოვან ინფორმაციებზე, კვება როგორ იცვლება, ჩემი აქტივობა როგორია კლების დროს და ასე შემდეგ. ასევე ვარჯიშებიც როგორ იცვლება. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეს არის. რაც შეეხება ბოლოს ამ ასპექტს, პირველ რიგში სამუშაო საათებს როგორც გითხარით, იმ დარბაზებს, რომლებიც 12-მდე მუშაობენ, როცა არსებობს Lion Fitness-ი, რომელიც 2 საათამდე მუშაობს, აც რა თქმა უნდა არ დავუწერ, თუმცა რადგანაც მთელი დღის განმავლობაში ღია და იხურება 12 საათზე, აქაც 900 დავწერ, როგორც წინა დარბაზში საკემატოში. შემდეგი ნაწილი, რომელშიც ალბათ ყველაზე მეტად დავაკლე,
როგორც საკემატას დააკლდა, არის უშუალოდ ლოკერ-რუმები. ლოკერ-რუმების პრობლემა საქართველოში თითქმის ყველა დარბაზში არის ზომა პირველ რიგში და მერე ჰიგიენა. მინახავს ლოკერ-რუმები, რომლებიც ზომაში პატარა არ არის, არ დაინანეს, მაგრამ ჰიგიენურად ბოლომდე გამართული არ არის და დარბაზ მიაქციეს მარტო ყურადღება, ან პირიქით. აქ ლოკერ-რუმზე პროფიტნესში ვერ ვიტყვი, რომ ბინძური ან რამე მსგავსი, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ზომაში პატარა არის, ყველა ვერ ატევს უჯრებში თავის პირად ნივთებს და დევს გარეთ. რაც გარკვეულწილად არასასიამოვნოა და პლუს საბოლოო ჯამში არეულობას იწვევს. თან იმასაც დავაკვირდი, რომ ყველა კარი არ იხურება. პლუს ზომაში შედარებით უფრო მეტიც უნდა ყოფილიყო და უწევ ალბათ 6. იმის გამო, რომ ლოკერ-რუმი გამართული არ არის. თუმცა ჰიგიენის ნაწილში სისუფთავე იგრძნობა ფაქტია, დასუფთავებულია, გაწმენდილია, მაგრამ არ არის ადგილი. სივრცეებს რაც შეეხება პროფიტნესში მე ძალიან მომწონს მაგალითად ის, რომ სხვა ბევრი დარბაზისგან განსხვავებით, ამათ აქვთ გამოყოფილი ცალკე კარდიო სივრცე. სხვა სივრცეები არ აქვთ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ მაგხელა დარბაზი არ არის, რომ ესე ცალ-ცალკე სივრცეები იყო. კლავჭიდებისთვის ცალკე კუთხეში არის მაგიდებით და სხვადასხვა ატრიბუტებით, რომლებიც საჭიროა, რაც ძალიან სასიამოვნოა, იქიდან გამომდინარე, რომ სპორტს ხელს უწყობენ და მოტივაციას აძლევენ ახალგაზრდებს, რომ დაინტერესდნენ. ის სივრცე, რომელიც აქვთ კარდიო, გამოყოფილია და საკმარისზე მეტი ადგილია იმისთვის, რომ კარდიო სივრცით დაკავდეს დიდი რაოდენობით ხალხი. სხვაგან თუ მაგალითად სარბენი ბილიკების რაღაც რაოდენობა არის, რომელიც დიდი რაოდენობით ხალხი თუ მოვა ხანდახან ლოდინი მოუწევთ, აქ იმდენით ხილამური ველოსიპედი და სარბენი ბილიკია, რომ ფიზიკურად შეუძლებელი არის, რომ საკმარისი არ იყოს. სივრცეების გამოყოფის ნაწილში ვერ დაუწერ დაბალ ქულას, იმიტომ რომ რა სივრცეც აქვთ გამოყოფილია და უნდა დაუწერო 9 მაინც და უშუალოდ სივრცეების არსებობაში ვერ დაუწერ მაღალ ქულას და დაუწერ ალბათ 7-ს, ან მოდი დაუწეროთ 6, იმიტომ რომ მხოლოდ 2 სივრცეა. დღეისთვის პროფიტნესის შეფასება ეს იყო. ჩემი სუბიექტური აზრით პროფიტნესი არის დარბაზი, რომელიც ჩემთან ახლოს რო იყოს უბანში, გადავიდოდი და ვივარჯიშებდი ისე რომ არ შემაწუხებდა არაფერი, იმიტომ რომ ყველა ტრენაჟორი არის, ყველაფერი კარგად არის, თუ წონებზე ვარჯიში მინდა, კარდიო ყველაფერს გავაკეთებდი. თუმცა თუ მაქვს წვევის ინტერესი, აქ ესე დეტალურად ვერ ჩაშლი, იმიტომ რომ არ არის მაგხელა დარბაზი. თხოვთ დააბრუნოთ წონები თავის ადგილზე, ბლინები, ჰანტელები და ეცადოთ, რომ ის სივრცე, რომელიც სუფთად და დალაგებულად დაგახვედრეს, ისე დაუბრუნოთ. იმიტომ რომ ამაზე მუშაობს ხალხი და მერე უწევს საღამოს დიდი რაოდენობით ტრენერებს უწევთ საღამოს დიდი რაოდენობით წონების თევა მხოლოდ იმის გამო რომ შენ ის 20 კილო რომ დაიდგი ფეხის ვარჯიშის დროს მერე უკან აღარ დააბრუნ. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დამიწერეთ კომენტარებში რომელ დარბაზს ისურვებდით, აბა თქვენ იცით.